მოკლედ მე ტესტავ ახლა ახალ მიკროფონს და ისეთი გახარებული ვარ იმდენი ხნის განმავლობაში მინდოდა და ეხლა ძლივს მაქვს. რასაც უყურებ ეხლა ამ ჩანაწერის ხაზს, წესით კარგად უნდა ისმოდეს. კარგი, მოკლედ ძალიან დიდ შესავალს აღარ გავაკეთებ. თან რომ მარიაჟობ და რაღაცა მიკროფონი რომ აქვს ეხლა უფრო მომინდა და უფრო სრული მიჩნდა მეტი რომ ვიდეოც გადავიღო და რამე ჩავწერო კიდეც და დღეს შევეხები თემას რა ვფიქრობ ქართველ ინფლუენსერებზე. საიდან დავიწყო ზუსტად არ ვიცი, მაგრამ პირველ რიგში ეხლა პირველი რაც გამახსენდა და რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ზოგადად ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა ინფლუენსერებზე, ეს არის საკუთარი არასრულწლოვანი შვილების გამოჭენება ინტერნეტში, გინდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში იყოს ეს Instagram, Facebook-ი, TikTok-ი და გინდა იყოს YouTube-ზე. ხო, ეს სოციალური ქსელი YouTube-იც არის, უბრალოდ რატო გამოვყავი, მაინც YouTube-ი ჩემთვის სხვა არის უფრო და ეს რა ქვია, როცა სოციალურ ქსელებზე ლაპარაკობენ ხოლმე რომ დიდხანს არიან, მეც საკმაოდ რომ ნახოთ იმდენი საათის განმავლობაში ვარ YouTube-ზე, შეიძლება გაგიჟდეთ. შეიძლება ფონზე მქონდეს ჩართული, შეიძლება რაღაც ძირითად ხანგრძლივ ვიდეოებს უყურებ და პოდკასტებს უსმენ და ამიტომ და მაინც თითქოს მაღალი კლასის პლატფორმა არის თუ რაღაც ასეთი ყოველ შემთხვევაში აი რაღაცა ცოტა რაღაცნაირად გამოდის კლასისტურად თუ არ ვიცი როგორ, მაგრამ თითქოს ვერტიკალური კონტენტი სადაც არის ძირითადად იქ უფრო ის არის რა, მოკლედ ძალიან ბევრი რო აღარ გავაგრძელო მაგაზე. ცოტა ხო YouTube-ს უფრო მაღლა ვაყენებ. ბევრი ადამიანისგან მაგ მხრივ არ გამსხვავდები. ხო, ნებისმიერ სოციალურ ქსელში ამ პლატფორმაზე ბავშვების გამოჭენება არის უკვე დადგენილია, რომ საკმაოდ საშიში არაუსაფრთხო, არანორმალურიც პრინციპში, იმიტომ რომ როცა ბავშვებს აჩვენებენ ვიდეოებში, ხო, ან ფოტოებში, რომლებიც ესე ვთქვათ, სპონსორისთვის არის გადაღებული, ის პოსტი არის დასპონსორებული Instagram-ზე ან Facebook-ზე, გამოდის, რომ ის ბავშვი თავისი არსებობით და თავისი სახით, ასე ვთქვათ, ახდენს მშობლის გვერდის მონეტიზაციას რა. ან შეიძლება მშობელი არ ყავდეს ინფლუენსერი და ბავშვი გააინფლუენსეროს ოჯახმა. ეგეც არის ბავშვის შრომად ითვლება, იმიტომ რომ რომელ ვიდეოშიც არის გადაღებული, ის ვიდეო არის მონეტიზებული, ან მერე იქნება მონეტიზებული, რომელ ვიდეოშიც არის გადაღებული, ის არის დასპონსორებული, ანუ ფულია გადახდილი ბავშვის სახე რო ჩანდეს, ასე ვთქვათ, ბავშვის, ესე ვთქვათ, ბრენდში და პოსტიც ცხადია დასპონსორებული თუა, ნიშნავს, რომ აი მაგალითად რომელიმე ახალგაზრდა ჯენზი ქართველი ინფლუენსერი, რომ დებს ის რა ქვია იმას, თქვათ ახალშობილი შვილი ყავს და დადო პოსტი, სადაც ჩანს დასპონსორებული ბავშვის ეტლი, რომელიც არის ძალიან ხარისხიანი, რომელიც ყველა უნდა შეიძინოს და ასე შემდეგ. გინდა პამპერსი იყოს, გინდა ეტლი რა. და გინდა სხვა, ასე ვთქვათ, ბავშვის პროდუქტი, რაც ძალიან ხშირად შემხვედრია. ჯერ ამ ბოლო წლებში ერთ ინფლუენსერსაც და ერთ ცნობილ ტიპსაც არ გაუმაზავს შესაძლებლობა, რომ ბავშვი როგორც კი ეყოლა იმ წამსვე, ალბათ სპონსორებიც მისცვიდნენ და ესენიც არ ამბობენ უარს მაგაზე, რა მოხდა მაინც ბავშვს გამოადგება არგუმენტით და მაშინვე იღებენ მაგ შესაძლებლობას რა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბავშვი მართალია თვალებიც კი არ გაუხელია ჯერ წესიერად და სახელი აქვს ერთი კვირის დარქმეული, მაგრამ ნიშნავს, რომ ის ბავშვი უკვე ფულს გამოიმუშავებს. აბა ბავშვი რო არ ყოლოდათ საიდან ექნებოდათ მაშინ პამპერსებს და ბავშვის ეტლს სპონსორი არ გამოგზავნიდა, ხო ეგრეა. იგივე ზუსტად ცოტა მოზრდილ ბავშვებზე, ესე, რა ვიცი, 3-დან კაი 6 წლამდე, თუნდაც მაგის ყველაზე ცნობილი მაგალითი და ყველაზე ისეთი ყველამ რო იცის, ასე თუ ისე არის ემილი და ახლა უკვე მისი დაც, ხო, რომლებსაც ცალ-ცალკე არხები აქვთ. ეგ ბავშვები 2-3 წლიდან ჩათვალეთ, რომ მუშაობენ რა. ეგ უბრალოდ ისე ჰაერზე გასროლი სიტყვა არის მუშაობა, იმიტომ რომ ბავშვებს იმის მაგივრად, რომ ჩვეულებრივად შეერიგონ ბავშვობა, უწევთ იმაზე ფიქრი, ვინ რა კომენტარს დაუწერს და ვინ როგორ გამოლაძღავს, უწევთ იმაზე ფიქრი, რომ სპონსორი წარადგინონ, მადლობა ბარამბოს, მადლობა, რა ვიცი მე, ბარამბინოს, მადლობა, რა პროდუქტი არსებობს კიდე.
მადლობა ელზას და სპაიდერმენს თუ როგორც არის რა. რამდენიმე უმცროსი ძმა მყავს და ის უყურებდა ხოლმე ადრე ემილი ტივის ვიდეოებს და ესე ვთქვათ მოსმენილი მაქვს მომესმენინა შემთხვევით გვერდიდან რაზეც არის საუბარი ვიდეოებში, ტყლარწის ვიდეო და ასე შემდეგ რა. ბავშვებზე გათვლილ ვიდეოებს თავისთავად აქვს ძალიან ბევრი ნახვა, იმიტომ რომ ბავშვებს კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ გაფილტრვა კონტენტის და იმისი, ანუ ესე ვთქვათ, თავისი ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი და ესე ვთქვათ, არჩევა. ესე გონივრად ბავშვი ვერ აარჩევს კონტენტს რა. უაზროდ სკროლავენ, პლანშეტი, ტელეფონი, ლეპტოპი რა გაჯეტიც გინდა მისცე ყველგან დასკროლავენ რო არ აყენოს კამიდან შეიძლება 6-7 საათი იჯდეს და სკროლოს. ისე რომ დაღლაც ვერ იგრძნოს. და ხო ბავშვის წვინი არ არის ეგრე მოწყობილი რომ ემოციური რეგულაცია გქონდეს და ვერც დროის განაწილება და დროის მენეჯმენტია ცოტინება. ამიტომ ალბათ ეს არის მიზეზი იმის გამო რომ შორტები გინდა იყოს YouTube-ზე, TikTok-ზე გინდა იყოს ვიდეოები და ძალიან ცუდად ხვდები მაგის გაფიქრებაზე რომ ბავშვებს TikTok-ის სკროლობის უფლებას აძლევენ უფროსები და გინდა ეს იყოს უბრალოდ აი საბავშვო სიმღერები კოკომელონის ან ჟირაფი ჯოზესი ან ასე შემდეგ, იმიტომაც აგროვებს მილიონ ნახვებს რომ ალბათ ბავშვებიც მშობლებს თხოვენ რომ კიდე ჩამირთე, კიდე მინდა რაღაცა მერე მშობლები ბავშვს გაართობენ, თქვათ რომ გააჩერონ ცოტა ხანს. მშვიდად რომ გააჩერონ, ერთ-ერთი დიდი მიზეზი ალბათ ეგეც არის, რატომაც ამდენ ბავშვს გაჯეტი უჭირავს ხელში, იმიტომ რომ მშობლები რთავენ ნებას. ადრე თითქოს ეშმაკისეული იყო და ეხლა როცა მშობლების ჩამზრალები არიან თვითონ გაჯეტებში, ეხლა აღარ არის რატომღაც პლანშეტი და ტელეფონი ეშმაკისეული. ხო და ძალიან შორს გადავედი, მაგრამ ეგ მილიონობით ნახვები მეც მიკვირდა ხოლმე, როგორ შეიძლება მართლა რომ ამდენ ადამიანს აინტერესებდეს რაღაც სისულელე, აი გამოთაყვანებული შინაარსის ვიდეო. ბავშვებს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ უფროსი როცა გეგმავს ეგეთ კონტენტს, ყოველთვის რაღაცა უფრო უარესი გამოდის ხოლმე და უფრო რაღაცა უინტელექტო იმბეცილობა ბავშვის კონტენტი როცა არის დაგეგმილი რაღაცაი, ხო შეგხვედრიათ არხები დიანა და ლედი დიანა, ლედი დაშა და რაღაცები, აი რუსები არიან, მე მგონი რუსი ბავშვები, მაქსის სათამაშოები და ასე შემდეგ, რა ვიცი, რომელი ქვეყნიდანაც გინდა იყოს ბავშვი. ეგეთი კონტენტი სათამაშოების განყუთვა, სადღაც პარკში წავედით, ჩელენჯები, ფერების ჩელენჯები და რაღაც სისულელები, ესეთ რაღაცებს პირველ რიგში აშკარად ჩანს რომ ბავშვები უყურებენ რა. თან არაერთხელ რამდენჯერმე სიტყვაზე 400 მილიონი ნახვა რო აქვს რაღაც ვიდეოს, არნიშნავს რომ 400 მილიონმა ბავშვმა უყურა მაინც და მაინც და 400 მილიონი ცალ-ცალკე ადამიანია. ეგ ნიშნავს რომ გამეორებული ნახვებიც არის იქ. ხო და მაგაშია საქმე რომ რამდენი წლისაც გინდა და რამდენი თვისაც გინდა იყოს ბავშვი ან რამდენი დღის, ის ბავშვი თავისი არსებობით უკვე ინფლუენსერი ან გამომყენებელი მშობლების ხელში პირდაპირ ვიტყვი გამოიმუშავებს ფულს. უბრალოდ იმით რომ არსებობს რა. ხო და რაღაცნაირად ყველას გონია რომ ბავშვები არიან, განსაკუთრებით ახალშობილები 1-2 წლამდე ბავშვები, აი რასაც მინდა იმას უზამ არსებები, რომელსაც როცა გინდა ფოტოს გადაუღებ, როცა გინდა გახდი შიშოს დააგდებ და ვიდეოს გადაუღებ და მე ატვირთავ სადღაც მაგ ვიდეოს და არანაირი პრობლემა არ გექნება და მე ბავშვს აქეთ დაუყვირებ, როცა გაიზრდება, რა შენი საქმეა, როდის გიღებ ფოტოს, ჩემი შვილი ხარ და რასაც მინდა იმას გიზამ. არა და თითქოს მაგასაკში მით უმეტეს აი ხო ყველას უყვარს მაგხელა ბავშვები, ყველას ურჩევნია კიდეც მაგხელა ბავშვები, იმიტომ რომ არც ლაპარაკობენ ჯერ, არც ესე ვთქვათ საჭმელზე არ აგიკრავს ხელს და არც თავის დამკვიდრება არ იცის ჯერჯერობით. და აი რა თითქოს ადვილი გამოსაძერწია თუ რაღაცა ეგეთი მაგხელა ასაკის ბავშვი. ამიტომ პირიქით სერიალებში და ფილმებში ჩართავენ ადვილად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთი სპეციფიკური ძილის რეჟიმი აქვს მაგასაკის ბავშვს. ყველგან მიიყვანენ ფოტოსესიებსაც გადაუღებენ, ჯერ დაბადებული რო არა და თვალები რო არა აქვს დაწმენდილი და გახელილი წესი არა, ჯერ მიიყვანენ და რაღაცა გოგრებში და რაღაცებში ჩასვავენ. ყველაზე ცუდად ხდის ეგეთი ფოტოსესიები, რაც გინდა ის თქვით და გინდა გამიწყერით და თუ გინდა პანღურები მომაყოლეთ. ეგ ჩემი აზრით არის ბავშვის დატანჯვა, იმიტომ რომ 2-3 დღის ბავშვებს, რომლებსაც რამიშაო ცოტა დიდიც რო იყოს, ისეთებს, რომლებსაც ძვლები არ აქვს ჯერ განვითარებული და კიცრის დაჭერაც კი არ შეუძლიათ, ანუ ხელებზე დაადებიდებენ ხოლმე ნიკაპს თან დაძინებულ ბავშვს
და ისე უღებენ ფოტოებს, ხან რაღაცა გოგრას ჩამოამხობენ თავზე, ხან რაღაც ის ფორმას ჩააცმევენ, ხან რაღაც სახელი რო ამოქარგული თუ რაღაც ასეთ ტანსაცმელს ბავშვის რაც მშობელს ესე ვთქვათ გაუხარდება ის უნდა ჩააცვას კი ბატონო ეხლა ახალშობილებისთვის იმხელა არჩევანია გინდა რომ რაღაც სასაცილო ფორმას ჩააცვა და ლამაზი კაბაც და რავი ჩოხაც და ასე შემდეგ რომ რაღაცა გამოპრანჭო იმიტომ რომ გინდა არ გინდა ბოლოს მაინც ყველა მაგხელა ბავშვებს სათამაშოსავით ექცევა რაღაცა მიზეზების გამო რა იმიტომ რომ უსუსურია და მაინც უფროსის მოვლა საჭიროებს მაგის გამო მაგრამ ჩემი აზრით საშინლად ბრუტალურია და მართლა აი ცუდად ხვდები ხოლმე რომ უყურებ ეგეთ ფოტოებს ჩემი ნაცნობები ან ვიღაცები თანატოლები თუ ყოფილან ვისაც ბავშვები ეყოლა და ეგეთი ფოტოები გადაუღეს აი მართლა აი ისე აი დავმწივდი მაგას რომ შევხედე რომ მოვშორდი ეგრევე ეგეთ ფოტოებს და აღარ უყურებ იმიტომ რომ არ შემიძლია მაგის ნახვა ბავშვს ძალით როგორ ადებინებენ იმაში როგორ აი ახვევენ რაღაცეებში რომ ჩადონ კალათაში და ისე გადაუღო ფოტო მით უმეტეს აი რო ვფიქრობ როგორ განუვითარებელი ძვლები აქვს მაგ დროს ბავშვს კისრის მით უმეტეს კისერს ისე ვერ იჭერს თავსაც კი ვერ აწერს თვითონ და ხელები რატო უნდა დაადებინო და კისერი როცა აი ვითომ გინდა გამოჩნდეს რომ ბავშვს ჩამოყრდნობილი აქვს ნიკაპი ხელებზე ძალიან კრეტინობაა და ძალიან იდიოტობაა რა ძალიან ცუდად ვხვდები მაგაზე და შემიგეკითხება ჩემ შვილს რასაც მინდა იმას უზამ არავინ არ მიპასუხოს თორე თვითონ უფრო გამოვა ცუდი აშკარა მიზეზების გამო ხო თუნდაც ეგ იმას ანიშნავს ახლა რომ ბავშვს რო ფოტოსესიას გაუკეთებ მაგითი უკვე ის არის რა ქვია მუშაობს თუ გამოიმუშავებს იმიტომ რომ ვინც მაგას აკეთებს ყველა ინფლუენსერი და ცნობილი ხო არ არის რომელსაც მონეტიზებული აქვს კონტენტი მაგრამ არა ინფლუენსერებიც ინფლუენსერების გზას არიან გაყოლილები რა იმე მაგალითად ჩემ გარშემო ხალხი ჩემხელები ესე ვთქვათ ჯენზის წარმომადგენლები რომლებსაც შვილები ყავთ უკვე თუნდაც ხო და რომლებიც არ არიან ინფლუენსერები შეიძლება ყავდეთ ვთქვათ ბევრი გამომწერი მაგრამ აი უბრალოდ ინფლუენსერები არ არიან და ამ ხრივ ასე ვთქვათ ციფრული პროფესია აქვს და არ მუშაობენ რა მაინც მაგათ გვერდებს ვერ გაარჩევ ინფლუენსერების გვერდებისგან აი ფაქტობრივად ერთი და იგივე რაღაცები ხდება მაგათ ცხოვრებაში ეყოლებათ ბავშვი დადგებიან ეს რაღაცა ცალიფეხი რო ეს მოკეცილი არის ცალი მუხლი და გამოპრანჭულები რო ასეინებენ თქვათ ბავშვს პარკში გაამარიაჟებენ იმას ახალ საბავშვოელს მე დააგდებენ ამ ბავშვს დღეში 57 ფოტოს უღებენ და ლამის 57-ივეს ტვირთავენ იმაში სოციალურ ქსელში აი რატო ვიქცევით ესეთი ბავშვის უნახავებივით ვერ ხვდები რატო არ ვიცავთ ბავშვის პირად ინფორმაციას და ასე ვთქვათ სახეს რა ეს ახლა კი დაიწყეს რაც რაღაც მომენტში გინა ტრენდი დაუძახე, რაც გინა ის დაუძახე, კარგია, რომ ბავშვის ფოტოს როცადებენ ემოჯის აფარებენ ზედან, ისე უღებენ, რომ ბავშვის სახე არ გამოჩნდეს, სანამ ცოტა არ გაიზრდება რაღაცა. მაგას რო ხედავ ხოლმე მართლა გეუბნებით, მომეშვება ხოლმე გულზე და მიხარია. რომ რაღაცა, ანუ მიბაძვით მაინც გააკეთონ ეგ, რაღაცა მიბაძვით და ტრენდითაც კარგი გამოვიდეს რაღაცა მაქედან. მაგრამ იცი რა არის, ეგეთ ბავშვებს მაინც ინფლუენსერების შვილებს ბოლოს მაინც თავიდან რომც ფარავდნენ მშობლების სახეს, ემუქრებათ გაზრდისთანავე მშობლების სოციალურ ქსელებში გამოჩენება. აი ახლა სახელს არ ვიტყვი ვინ იყო, მაგრამ ინსტაგრამზე შევხვდი ერთ ინფლუენსერს, რომელსაც უკვე ცოტა წამოზრდილი შვილი ყავს სკოლის ასაკის და ესე იგი საათობრივად ბავშვი ესე აი შეიძლება დილას არ გადაუღიათ და შეიძლება მოიტყუეს და საღამოს გადაიღეს ან შუადღეზე, მაგრამ ბავშვის დილის რუტინა არ გადაღებული, საათობრივად წერია რომელ წუთზე კბილებს იხეხავს, რომელ წუთზე თმას ივარცხნს და რომელ წუთზე იცვამს. აი იმდენად გავბრაზდი, იმდენად ცუდად გავხდი მაგის დანახვაზე, რომ უბრალოდ მარტო გვერდიდან კი არ ინსტაგრამიდან გამოვედი საერთოდ და გადავაგდე ტელეფონი გვერდზე, იმიტომ რომ გამაჟრიალა ტანში იმის წარმოდგენაზე, რამდენმა უცნობმა ადამიანმა იცის ახლა ამ ბავშვის დილის რუტინა. აი, რა იდიოტობა, რატო უნდა დაგჭირდეს მაგის გაკეთება? მერე იცი რა, ვიღაცა დაასპონსორებს თქვა, მაგალითად ბავშვის კრემი ან მზისგან დამცავი საშუალება, რაღაცა ესეთი ხო? YouTube-ზეც უკვე ვხვდებით ახლა როგორ გამოჩნდებიან ხოლმე, თქვა ბავშვი თუ არ არის თავი რგმენი YouTube არხის თუ მშობელი გადაწყვეტს ის ბავშვი უნდა გამოჩნდეს, იმიტომ რომ ხალხს ესაყვალება და ვაიმე კიდე გამოჩნდით ოჯახთან ერთად რა საყვარელი შვილები ყავს კი ბატონო, ეჭვიც არ მეპარება, რომ ბევრს გულწრფელი დამოკიდებულებებიც აქვს, მაგრამ მოდი ცოტა ბნელ მხარეზეც ვილაპარაკოთ რა, რატო უნდა ხედავდეს ვიღაცა უცნობი, აი
აი რატო უნდა გეგონოს რომ შენი გამომწერები შენი ოჯახი არიან? ეგ არ შეიძლება ესეთი პარასოციალური ურთიერთობა. მაგას ქვია პარასოციალური ურთიერთობა. ისეთი ურთიერთობა, ზუსტი გამარტება არ ვიცი, მაგრამ ჩემი სიტყვებით ვიტყვი, ისეთი ურთიერთობა ეგ რომელიც მაყურებელს აქვს. ან მაყურებელი შეიძლება არ იყოს, რომელიც ვიღაცა პიროვნებასთან გააქვს, რომელსაც სინამდვილეში რეალურ ცხოვრებაში არ იცნობ, მაგრამ შეგრძნება შთაბეჭდილება გაქვს თითქოს იცნობ. აი ეგ არის პარასოციალური ურთიერთობა და ძალიან ცუდად უწყობენ ხელს მაგას იუთუბერებიც და ინფლუენსერებიც, რომ გასაგები რაღაც თბილი დამოკიდებულება გექნება და კარგი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ხალხი და ის მაყურებელი არის იმის მიზეზი, რომ შენ თქვათ შემოსავალი გაქვს, რომ შენ სპონსორები ყავს, რომ ნახვები გიგროვდება, მაგრამ ეგ რატო ნიშნავს, რომ სახლში უნდა შემოიყვანო პირდაპირ მნიშვნელობით ის ხალხი და უნდა ჩაახედო ყველაფერში, პირდაპირ და გადაწყვეტილი მნიშვნელობით უჯრებშიც, ოთახებშიც და ყველგან, აი არ მესმის ეს ყველაფერს თუ არ გაუზიარებ მაყურებელს, მათ შორის ჩემ შვილებს და ჩემ ბავშვებსაც თუ არ ავაფრიელებ კამერის წინ, მაშინ მაყურებელი უარმყოფს და აღარ ვიქნები ღირებული და გამიბრაზდებიან მაგის გამო. ეგ კიდე ცალკე უბედურებაა და ეხლა ვცდილობ რომ თემას მივყვე და აღარ გადავიდე, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, ეგ კიდე ცალკე უბედურებაა ქართულ მაყურებელს რაც აქვს, რომ ყველა იუთუბერი და ინფლუენსერიც გონიათ თავისი საკუთრება, რომელმაც უნდა გაართოს და მოამარაგოს რაღაცებით და თუ თქვათ ის ვიღაცა ან დაღლილი, ან ვიღაცა გარდაეცვალა, ან ცოტა ხანს ისვენებს, ან ახლა თაღლითებს და რაღაც საშინელებებს რო აკეთებენ და რო ატყუებენ ხალხს, მაგაზე არ ვსაუბრობ, ადამიანურ მომენტებზე ვსაუბრობ, რომელსაც არ უნდა ვიღაცის გამოჩენა, რაღაცის გამოჩენა, შენი შეყვარებული გვაჩვენე, შენი ქმარი ახლავე გვაჩვენე, როგორ გამოიყურება, შენი ცოლი გვაჩვენე, შვილი გვაჩვენე. აი ეს მოთხოვნები და იცოდე დროზე დაიდოს ბიჭო კონტენტი, თორე აკაფეთქებ და გადაგწოვს ოცხად, რა უბედურება ვერ გავიგე, აჭარანეთის კომენტარებია, დროზე გაახმოვანე, თორე გაგინებთ ყველაფერს, აი რაღაც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართველი მაყურებელი მუდმივად ნერვებზე ათხრილი შემოდის ინტერნეტში და ვიღაცას რო ხედავს ობიექტს, საკუთარი პირადი გამრთობი გონია და რაღაცებს ითხოვს იმისგან, რომ აიხლავე დადექი და ყირაზე გადადი, რომ მე გავერთო. არ გამართობა, არ მომეწონება შენი კომენტარები და ისეც დაგიწერო, თავს მოგაკვლევინებ რა. აი ვინც ეგეთი არ არის, შეუძლია იმას არ მიიღოს თავის თავზე, მაგრამ ქართველი მაყურებელი ჩემთვის არის ძალიან გოიმი და ძალიან დეგენერატულად იქცევიან ხშირად რა. ეხლა ასაკობრივ კატეგორიებსაც გააჩნია, მაგრამ ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია რომ არაადეკვატური იყოს და ეხლა მარტო ბავშვებს არავინ არ დააბრალოს ეგ, რომ ბავშვები მაიციან ცუდი კომენტარების დაწერა. ქოცალა ბებოებს რო ეძახით, ისინი რამდენი წლისები არიან, ისინიც ბავშვები ხო არ არიან? ყოველ გავლა გამოლოძე რომ ყველას წევლიან, ხო? ხო, უბრალოდ არ მინდა თემას გადავწდე და ეს ყველაფერი იმიტომ ვთქვი და იმიტომ ჩამოვაყალიბე და იმიტომ გავიხსენე ამდენი დეტალი, რომ აი თუნდაც იმ რდილის რუტინის ვიდეომ ძალიან სულად გამხადა რა. კარგი დაუშვათ, ვისაც მეგულისხმობ, ანუ ბავშვებზე მონადირეები და პედოფილები რა და ბავშვებისგან ფულის გამომწამლელები, დაუშვათ, კარგი სამყაროა და ეგეთი ხალხი არ არსებობს. დაუშვათ. მაინც მაგის მიუხედავად არასწორია. ამდენმა 100,000-ობით, 1000-ობით, მილიონობით, ხო, მით უმეტეს, მით უარესი, ამ ურიცხვი რაოდენობის ადამიანმა იცოდეს ბავშვის ცხოვრებაში რა ხდება. აი, სულ მართლა ვამბობ, აი, პედოფილები და მკვლელები და ასე შემდეგ ყველაზე უარესი ხალხი რომც არ არსებობდეს და რომც არ უყურებდეს, სხვათა შორის ისე რო იცოდეს თუ არ იცოდეს, მაგაზე ვიდეოს გადაღებასაც ვაპირებ. რატომ არის კატასტროფა ბავშვების გამოჭანება სოციალურ ქსელებში და ბავშვი ინფლუენსერები რატო არ უნდა არსებობდნენ. პედოფილებს, აი კაცების ისეთი რაოდენობა არის ხოლმე განსაკუთრებით გოგოების, პატარა გოგოების ვიდეოებზე, რომ შეიძლება უბრალოდ ტვინი გაგეციშოს რა. ბავშვებზე და სხვა ასაკის და სქესზე მეტად უყურებენ 30-დან 50 წლამდე კაცები. გოგოების ვიდეოების, მით უმეტეს ტანვარჯიშის, ბალეტის და ესეთი ცურვის. აღარ მალაპარაკოთ დეტალებზე რატო უყურებენ. ხო და მე ვამბობ, რომ ესეთი ყველაზე უარესი და ბნელი ბავშვებზე მონადირე ხალხი რომც არ არსებობდეს, მაინც არასწორია. უცხოებმა იცოდნენ და ბავშვისთვის არის კიდე ძალიან ცუდი, იმიტომ რომ უფროსი ვერ იაზრებს ძალიან დიდი რაოდენობის ხალხს. აი, მაგალითად რო გითხრათ ეხა თქვენ, რომ 50,000 ადამიანმა უყურეს შენ ვიდეოს, 50,000-ის წარმოდგენა ვიზუალურად ტვინში ადამიანს გაუჭირდება ძალიან, აი
ქუჩაზეც რო წარმოიდგინო, თუნდაც მე სულ მაგას ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაცნაირად მაინც გავაკეთო ეგ, მაგრამ ვერ წარმოიდგენს twin, იმიტომ რომ ვიზუალურად მაგდენი ადამიანი ერთად არ უნახავს და არ დაუთვლია. თუ უნახავს, იქ ვერ ითვლი, იმიტომ რომ რაღაცნაირად აზელიელად ჩანს ხო, თუნდაც აი აქციაზე ბევრი ხალხი თუა, ესე ვერ დადგები და თავებს ვერ დაითვლით სათითაოდ. უფროს თუ უჭირს მაგის დათვლა, ბავშვი რა გავალდებულია, რომ ესე თქვათ გამოჭენებული იყოს და პირადი სივრცე არ ქონდეს დაცული ამდენი ადამიანის წინაშე. არ არის სწორი, რომ ვიღაცამ იცოდეს ბავშვი რაღაცა აკბილებს როგორი ხეხავს, ან მაგის გადაღება რაღა მარაზმია, რა უბედურება, აი მე მინახავს სხვათა შორის, რომ ის რა ქვია, ბანაობის დროსაც კი უღებ ბავშვი, მართალია ეხა ზედატანი ჩანს ხოლმე მარტო ან თავი და რაღაცა როგორი ისაპნე, როგორი გასაპნული აქვს თავი თქვა და რაღაცა იხვით რო თამაშობს აბაზანაში და რაღაც, მაგრამ არც ეგ არ შეიძლება რა. აი ესე პირად სივრცეს შეჭრა, რომ იცი რა შვილო, ეხლა შენ სოციალური მედიის პროდუქტი ხარ, შენ ჩვეულებრივი ბავშვი აღარ ხარ, არის ძალიან დიდი მარაზმი და არანაირი გამართლება არ აქვს მაგას. თუნდაც ეხლა ვიღაცებმა ყელის ძარღვები დაიწყვიტონ და მითხრან, რომ იცი რა, ის ვიღაცა რომ მასპონსორებს, ისევ ბავშვს გამოადგება იქ ფული, არანაირი მორალური გამართლება არ აქვს, პირიქით მით უარესი კიდე, მით უარესად ჩანს ეგეთი მშობელი ჩემ თვალში, იმიტომ რომ ესე იგი, მაგისთვის ჭირდება ბავშვი, რომ ის რა ქვია, მონეტიზება ქონდეს ჩართული ყველა სოციალურ ქსელში და ბავშვი რო არ ყავდეს, ეხლა თვითონ რაღაცა არავის არ ესაყვალება თუ რაღაცა რა. და ესე იგი გამოდის, რომ ბავშვის არსებობა იმისთვის ჭირდება, რომ მის ბრენდს და მის სახეს, ასე ვთქვათ, face ფული გამოსძალოს. ეგრე გამოდის მაშინ. სხვანაირად არ გამოდის, როგორც უნდა შეატრიალო, ეგრეა. და ძალიან ბევრი მშობელი არსებობს, ინფლუენსერი, მე იმედი მაქვს, რომ ნუ მაინც მიზნობრივად გამოყენება მანდ მაინც არ იქნება, იმიტომ რომ ბავშვს იყენებ რა. ცუდი გაგებით იყენებ კონტენტისთვის, მაინც ეგრე გამოდის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მართლა ბავშვებს ხმარდებათ ეგ სპონსორების გამოგზავნილი პროდუქტებიც და ის ფულიც და რავი, ან ანაბარს უხსნიან, ან რაღაც რა ვიცი, ახლა უცხოეთში ჩვეულებრივ დამკვიდრებული პრაქტიკაა, ეგ რო ცალკე ანგარიშები აქვთ ბავშვებს, გინდა მსახიობი იყოს, გინდა მოცეკვავი და გინდა იუთუბერი, ცალკე უნდა კონდეს ბავშვს რამე ანგარიში გახსნილი, რომელსაც რავი, ალბათ იურისტიც სჭირდება მაგ ყველაფერს, რომ დაცული იყოს უფლებები. ცალკე არ გადანახული და მე იმპულს გამოიყენებს ზრდასრულობაში. მაგრამ ძალიან ხშირად უფრო ის ხდება, რომ მშობლები ზალავენ ბავშვებს ფულს, ამუშავებენ, ატინგიცებენ, რასაც ქვია კამერის წინ და მე აღმოჩნდება ხოლმე ძალიან ბევრი ამბავი გამოვიდა უკვე ეგეთი იუთუბერებზე და ტიკტოკერებზე თუნდაც, რომ ბავშვებს აფრიალებენ, აიძულებენ გაღიმებას, რა ქვია იმას, კამერის წინ მაიმუნობას, რაღაცა ჩელენჯებს, აიძულებენ იმას, რომ აიტანონ ვიღაცა დამპალი დეგენერატების უარყოფითი კომენტარები სოციალურ ქსელში და მე გამოდის ხოლმე ბოლოს, რომ იმ ბავშვს ჩაგრავდნენ მშობლები, ძალადობდნენ ფიზიკურად და ვერბალურად და რა ქვია, არ აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ დაესვენა კონტენტისგან და აღარ გაეკეთებინა და აღარ გადაიღო ვიდეოები. ბევრი გამოვიდა ეგეთი და მირჩევნია, რომ ასე თქვა ვიზუალურად იყოს ეგ ყველაფერი წარმოდგენილი და ამიტომი და მაგაზე ვიდეოს გაკეთება, რომ რაღაცნაირად შევკრიბო ეგ ინფორმაცია და წარმოადგინე, იმიტომ რომ ბევრი ან თვალს არიდებს ესეთ რაღაცეებს, ან ხედავს, მაგრამ არ უნდა მაგაზე ყურადღების გამახვილება, იმიტომ რომ ეგ იმას ნიშნავს, რომ თვითონაც უნდა გაითვალისწინოს ეგ და დამნაშავეს საკუთარი თავის გამოყვანა არავის არ უნდა მithumetes ბავშვებთან მიმართებაში. მიდიება რომელიმე არ ვიცი, მომღერლის ქმართან, მომღერლის ცოლთან, რომელიმე ფიტნეს ინსტრუქტორთან, რომელიც თან ინფლუენსერიც არის, თან წამყვანი და თან ცნობილი სახე, რამდენი გვყავს ეგეთი ხო? თან ჩვენთან როგორ არის დამკვიდრებული, ჩვენთან ვიღაცა ალალბედზე ადამიანები შეიძლება გახდნენ უკვე ტიკტოკის წყალობით ინფლუენსერები, მაგრამ ძირითადად უფრო ცნობილი სახე ვინც იყო, მომღერალი, წამყვანი მსახიობი, ეგენი გადმოინფლუენსერდნენ და ძირითადად ეგრე ხდება ხოლმე, რომ ხო იყო შემთხვევები, რომ გასახდომი ჩაის გაუწიეს რეკლამირება, რომელიც არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი და ვიღაცები ცუდადაც გამხდარან მაგის გამო და პასუხი არავის არ მოეკითხა, ჩვეულებრივად გააგრძელეს ცხოვრება რა და ეგეთი შემთხვევა საქართველოში შეიძლება იმდენი არ ხდება, მაგრამ ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში ნამდვილად ხდება, იმიტომ რომ ეს დასქემოა ხალხის რაც არის, მოტყუება, თაღლითობა, ცუდი პროდუქტის მიყიდვა მაყურებელზე არ ვიცი, აი შეერთებულ შტატებს რო უყურებ ხოლმე YouTube-ზე ან ვიდეო ანალიზებს, აი გამოშტერებული ვარ, ისეთი რაღაცები ხდება მართლა
როგორ ექცევიან საკუთარ მაყურებელს, აი ეზიზღებათ ხალხი თუ დასცინიან თუ რა არის ვერ გავიგე. ხან შექმნიან ტანსაცმლის ბრენდს, რომელიც აი გახეულია ნაკერებზე და არ ჩაიცმება და ცუდი ხარისხის არის, ხან რაღაცა საკვე პროდუქტს გამოუშვებენ, მართლა აი კარდაშიან ჯენერებად იქცა მთელი ამერიკა რა და ძალიან სასაცილო და სამარცხვინო საყურებელია ეგ მართლა. რაღაცა ულტრაკაპიტალისტური ის არის დისტოპია არის ეხლა მან სრული მით უმეტეს მაგათ პოლიტიკურ მდგომარეობას თუ დაამატებს ზემოდან ხო და აი ყველაზე ხშირად ეგეთი რაღაცები რომ ბავშვებს ცუდად ექცევიან გამიგია ამერიკული აუდიტორიისგან თუმცა არც ერთი ქვეყანა არ არის მაგისგან დაზღვეული რა როგორც ვიცი ნუ ძალიან ისეთ მწირი ინფორმაცია მაქვს მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებში უფრო დაცულია ესეთი რაღაცები და დარწმუნებული ვარ კიდეც რომ იქნება დაცული ბავშვის უფლებები რომ ესე უბრალოდ არ გამოაფრიალო ბავშვი კამერის წინ და არ დაირღვეს მისი უფლებები და პირადი ინფორმაცია და ბოლო-ბოლო რა ვიცი უჯრებში არ უძრებოდნენ ვიღაც უცნობები ეკრანიდან რა რომ ბავშვს რაღაცა საცვლები სადუდებს და ტანსაცმელი სადაა შენახული და როცა ბანაობს რა ქვია რაფერის საცურაო კოსტუმი აცვია და ასე შემდეგ რაღაცა მარაზმი რა ამიტომაც ვამბობ, გინდა ეწყინოს ვიღაცას, გინდა შეეშინდეს და გინდა ჩემ გასალანწყავად მოვარდეს. რა გარანტია გვაქვს, რომ ქართველი ცნობილები ბავშვებს ასევე არ აიძულებენ, მიდი დედიკო ბარემ ერთი ფოტოც გადავიღოთ და მიდი დედიკო ვიდეო გადავიღოთ, სპონსორი ხო გვინდა რაღაც აი ემილიაზეც რო ვახსენე წეგან. მართალია ჩემი ძმა უყურებდა ხოლმე ძირითადად, მაგრამ 1-2 ვიდეო ჩავრთა მე თვითონ, იმიტომ რომ აი ამ თემისთვის მინდოდა რომ რაღაცა მაინც ვცოდონ და საერთოდ არ მინდა რომ ამ კონტენტს გავეკარო და საერთოდ არ მინდა რომ ნახვები კონდეს მაგ კონტენტს და ესე თქვა წახალისება გავუკეთო, თუნდაც ჩემი ერთი ნახვით რა, მაგრამ მაინც ვნახე 1-2. აი ერთ-ერთი ვიდეო არის ბავშვი არის 5 თუ აი მაქსიმუმ 5 წლის, 4 თუ 5 წლის. და მადლობა ბარამბოს ამბობს ვიდეოში, აი ბავშვს არასოძლოვან საერთოდ რატო უნდა უწევდეს რომ იმუშაოს და სპონსორი წარადგინოს ვიდეოში ვინმე მითხარით გეხვეწებით რა აი გთხოვთ მითხარით მართლა მაგის რომ ახსენდება ხოლმე აი გულზე მიჭერს რაღაცა მართლა აი როგორც ისევე მიჭერს როგორც წეგან რო ვთქვი დილის რუტინა იდო ვიდეოზე მეთქი და არაერთი ვიდეოა თან ეგეთი მართლა ღამის რუტინაც ექნება დარწმუნებული ვარ გადაღებული სკოლაში დედიკო აბა რა უნდა ჩავალაგოთ მიდი აბა ვაჩვენოთ ხალხს რომ აი კაი კომენტარები დაგიწერონ და მე ცნობილი გახდები აი ესეთი დებილობებით კერავთ ბავშვებს მართლა მაინტერესებს რა უბრალოდ თან ისიც ხო ახსენე რომ არა ინფლუენსერებს და ინფლუენსერებს შორის უკვე გარჩევა აღარ არის იმიტომ რომ ყველას გვერდი ერთმანეთს გავს ბავშვი ეყოლებათ თუ ხელს თხოვენ თუ ქორწილი აქვთ თუ ნიშნობა ყველა ცხოვრებისეული მოვლენა უკვე ყველას მიერ აღინიშნება ერთნაირად და ძალიან დიდი ბოდიში ამას რო უსვავ ხაზს საერთოდ არ მინდა რომ ეგრე იყოს მაგრამ სამწუხაროდ ფაქტია რაღაცეების გამო ალბათ უფრო ობიექტური ინფორმაციის გამო რომ გოგოები და ქალები უფრო ხშირად აკეთებენ ხოლმე მაგას ბიჭები ეს არ ნიშნავს რომ ბიჭებს ბრალი აქვთ მოხსნელი ან რამე ეგეთი მაგრამ ეგენი მარტო იმიტომ არ აკეთებენ რაღაცას ეგ არის ჩემი ვარაუდი რაღაცებიდან გამომდინარე რომ ქალებით არის უფრო გაჯერებული და ინფლუენსერს როცა ვამბობთ გოგო გვახსენდება ან ქალი ვინმე რა და ძირითადად ეს ბაზარი გაჯერებულია ესე ვთქვათ ქალებით მოკლედ რო ვთქვა და ეს ესე ვთქვათ ხო როგორც თქვი ინფლუენსერთანაც უფრო რაღაცა ქალის სქესს აკავშირებდა არა კაცისას ხო და კაცებიც შეიძლება რომ ზუსტად იმავე რაოდენობით დებდნენ რაღაც თავის შვილების ფოტოებს ინსტაგრამზე ვიდეოებში აჩენდნენ ბავშვებს აი რაღაცა მართლა რო უფიქრდები შეიძლება ცუდი განზრახვა არა აქვს მაგრამ აი მაინც გამომყენებლური და მოხმარებლური დამოკიდებულებაა რომ ეხლა მე თქვენ მადლობას გადაგიხდით ჩემო მაყურებელო და გამოგიჭენებთ ჩემს ოჯახს რომელიც აი ესე გამოიყურება და აი ესე ჩემი კამერა არ შეიკავებს თავს და შევა ყველგან აბაზანაში შევა ტუალეტში შევა ეზოში შევა სამზარეულოში შევა და არავის მოსვენება და პირადი სივრცე აღარ დარჩება საერთოდ რაც არის რა ქვია ჩემ მიერ თქვენთვის მადლობის გადახდა თუმცა იცი რა არის მარტო მაგაზე რო არ ვისაუბრო ახლა რომ იმიტომ რომ პირველი ეგ ვახსენე რაც ძალიან მამციმებს და ძალიან სულად ხდის ეს არის ბავშვების აფრიალება კამერის წინ ისე რომ საერთოდ არ იცი კამერის მიღმა ვის როგორ ექცევიან ვის მართლა უნაწილებენ თავის იმას და ის რა იყო კაცო ისე ბავშვს მოხმარდება ეგ არ არის
ეგ არ არის გარანტია იმისი, რომ ყველაფერი სწორად იქნება დაალაგდება და ყველაფერი სწორად მოხდება რა. უფრო ხშირად რომ მესმის ხოლმე გვერდზე, მე სკროლვა სრულიად აკრძალული მაქვს უკვე წელიწადზე მეტია და ის რა ქვია, ანუ ვინმე კი ისე გამომივიდა, თითქოს ვიღაცა მიგრძალა, მე თვითონ ავიგრძალე. და Instagram-ზე 2 წუთზე მეტხანს თუ რჩადები, უკვე ძალიან ბევრია. ხო, მანამდეც მიხსენები აქ და შეიძლება თუ ცოტა ტვინიც წავიღე, ვისაც ყველაფერი აქვს მოსმენილი. ეგ ჩემი ლაპარაკები. მოკლედ, უფრო ხშირად რომ მომესმენინება ხოლმე ხალხი რა სკროლავს და რა ვიდეოებს უყურებენ Facebook-ზე ძირითადად. ეს არის, ესე ვთქვათ, საჭმლის ინფლუენსერები, ანუ ქალები, რომლებიც კერძებს აკეთებენ და სხვადასხვა რეცეპტს დებენ. ეგეც იმადი იქცა რა, ძირითადად რა ვიცი ახლა სტატისტიკა მაგაზე, მაგრამ რასაც უყურებ, არიან ხოლმე დიასახლისები. შეიძლება იყვნენ დიასახლისები, რომლებსაც უკვე ოჯახი ყავთ, ესე ვთქვათ, ქმარ-შვილიც ყავთ და ესე ვთქვათ, ოჯახში რასაც აკეთებენ და კარგად გამოსდის, მე არ ვიცი მართლა არ მიყურებია, მე მარტო ხმამეს მის ხოლმე და რაღაცნაირად მანდაც ერთი და იგივე საუბრის მანერა დამკვიდრდა. ალბათ რაც კარგად გამოსდით და ალბათ ვიზუალურადაც ლამაზი გამოდის, იმ კერძებს აკეთებ მართლა არც კი მინახავს, მართლა ეგეთ რეცეპტის ვიდეოებში რა ხდება. ხმაც საკვარისია ხოლმე, რომ გავხიზიანდე და მოვშორდა იქაურობას რა. მანდაც რა კარგების ტრიალი და კეთილების წიოკია წარმომიდგენი, იმიტომ რომ ვინც უყურებს ხოლმე თქვათ შენ გვერდით Facebook-ზე ეგეთ ვიდეოებს, იმას რო წაუკითხავს კომენტარები, გაგიჟებულა რომ ვაიმე რეებს წერენ, ვაიმე ხალხი როგორი უხეშია, როგორი აგრესიულია, ეგრე არ კეთდება და ეხლა რეცეპტები მithumetes დიასახლისები რო ერთმანეთს ეჯიბრებიან და ყველას რაღაცის დამტკიცების კომპლექსი რო აქვს, რას გააჩერებ შენ იმ ხალხს mithumetes სოციალურ ქსელში, სადაც ყველას უნდა რომ გარკვეული კუთხით პრეზენტაციას ახდენდეს საკუთარი თავის რა და საკუთარი იმიჯის თითქოს უფრო ესე ვთქვათ აშენებული და შეკოწიწებული იმიჯი არის სოციალურ ქსელში, რასაც გაძლევს საშუალებასაც გაძლევს რა ესე ვთქვათ ფორმატი, რომ შენ თვითონ აწყო პირდაპირ მნიშვნელობით რას გინდა რომ ხალხი ხედავდეს შენზე. ხო და მithumetes ამ საჭმლის კეთებაზე თან რეცეპტი ისეთი რაღაცაა, რომ მე მაგალითად რომ მომიძებნი ინტერნეტში რეცეპტები, გინდა ბლინის, გინდა ალადების. ნუ ახლა ალბათ ისინიც ძირითადად ქალების დაწერილი ყოფილა, ხო? იმიტომ რომ რაღაცა ბლოგები ყოფილა და რომ გადმომიღია მე არ გამომსვლია, იმიტომ რომ ალშკარად პროპორციები არ ყოფილა სწორად მითითებული რა. ჯერ ცალკე მაგაზე ვეჭობ, ვინ თქვა რომ რა ქვია არ დაიწყო კეთება პროცესი აჩვენა უბრალოდ და მე ან არ გამოვიდა ან ჩაუფლავდა და მე ან იყიდა ან ვიღაცა სხვისი გაკეთებული, ნუ ახლა მე იმას კი არ ვფიქრობ ყველაზე ეჭვი უნდა დავიწყოთ რომ არავინ არ იცის საჭმლის კეთება და რაღაცა უბრალოდ მაინც ერთ პიროვნებას ვიცნობ, რომელსაც არა მარტო რეცეპტების კონტენტი აქვს, რაღაცნაირად თავისი ესე ვთქვათ ცხოვრება ჩართო როგორც რაღაცის ბრენდი, როგორც კერძო სახლში ცხოვრების ბრენდი. და რაღაცა მცენარების მოვლა რაღაცა შეიძლება მიხვდით ვიძე ვლაპარაკობ და ეგ ისე მოხდა რომ ჩემთან ახლოს ცხოვრობს ეგ პიროვნება, ოღონდ მე სახეზე არ მინახავს და ესე არ შევხვდრიო პირისპირ და ან რა შევხვდება როცა მეზობლებს ძალიან მაგრად წყევლის და ლანძღავს, იმ მეზობლებს რომლებსაც არც კი იცნობს. ინტერნეტში არის ესე გახეული აქ პირი ყურებამდე არ შორდება ეს რაღაცა, ეს ნეტარი ხმა და ნეტარი გამომეტყველება არ შორდება, ძვირფასებო, რაღაცა კურთხეულებო, დალოცვილებო ასე შემდეგ, მაგრამ არც კიერიდება ქუჩაში ჩავლისას იმის თქმას, რომ ეს მეზობლები რაღაცა მეზისხებიან. და თან პლუს ისიც არის, რომ მისმა პარტნიორმა, უცხოელმა მოინდომა ის რა ქვია ესე ვთქვათ, ხედის გაფუჭება და კორპუსის აშენება რა, არ მინდოდა მაინც რაღაცნაირად დეტალებზე საუბარი, მაგრამ მაინც მიწევს რა. რომ ერთი ადამიანის მაგალითზე მაინც იცოდეს ხალხმა, რომ მაინც და მაინც ბავშვი ან თინეიჯერი ან 20 ცოტა გადასწრილი ახალგაზრდა კი არ უნდა იყოს ის, ვინც გატყუებს. ძალიან მშვენივრად შეიძლება, რომ ვითომ დაღვინებულმა და მომწიფებული ასაკის ადამიანებმაც თვალები აგიხვიოს რა.
და ეს ხალხიც მართლა ეტკბება იმდენი კომენტარი აქვს ხოლმე, იმდენი ვიღაცა თაყვანს ცემს მართლა და დედა რა კარგი სახლი გაქვს და დედა რა ბედნიერებაა, რომ ეზოში მცენარეებს ული და ასე შემდეგ. ეზოში მცენარეებს ული კი არა, მისმა პარტნიორმა მოიდომა მაღალსართულიანი კორპუსის აშენება კერძო სახლების უბანში, არ მისცეს მაგის საშუალება და მაინც იმდენ იქნა, რომ 2 თუ 3 სართულიანი რაღაცა კორპუსის ტიპის რაღაცა მაინც ჩადგა და იქიდან შემოსავალი მიიღო რა. ხო და ამ პიროვნებასაც ვინც ინტერნეტში ბევრს იღიმის, ბევრს იკრიჭება და რაღაცა ისა აქვს წარმოდგენილი იმიჯი იდეალური ცხოვრების კერძო სახლში, ეგეც შემოსავალს იღებს და პლუს მის სახლთან ახლოს რაღაცა კომერციული ფართია კიდე, საიდანაც ასევე შემოსავალს იღებს და ხალხს მართლა გონია, რომ აი უცნობი წყაროდან ეგრე არ უნდა დააბდებილო და ეგრე არ უნდა დააბოლო ხალხი, არ გაქვს მაგის უფლება. არც იმის უფლებაც გაქვს, რა თქმა უნდა, დაიტოვა. ახლა შემოსავლებს და იმებს ხო არ წარმოვადგენ, ეგეთები ისედაც გვეყოფა კანონებს რო იღებენ რა, რომ რაღაცა ზედმეტი 5 ლარის დახარჯვაზეც კი მართლა მთავრობას უნდა შეეკითხო ნებართვა გაქვს თუ არა რაღაცის ყიდვის და არსებობის უფლება რა. ხო და ეს არ ნიშნავს, რომ არც უნდა დააბოლო მაყურებელი და არ უნდა აფიქრებინო, რომ შენ უფრო რაღაცა იღბლიანი ხარ და თვითონ რადგან ნაკლები ფული აქვს და არ ყოფნის ესეთ იდეალისტური ცხოვრებისთვის ფინანსები, ესე იგი იმან დააშავა რაღაცა და ცხოვრებაში აშკარად რაღაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამიტომ არის ახლა ეგეთ დღეში. მაგას არ ვიცი ამბობს თუ არა ვიდეოებში, საიდან შემოსდის შემოსავალი, მაგრამ ერთი რაც ვახსენე ისე რომ მეზობლებს მუდმივად ლანძღავს, არავინ არ გაუცნია. და ძალიან სარგებლობს იმით, რომ არავინ არ იცის ზუსტად საცხოვრობს და ის არავინ არ იცის მეზობლებზე და ზოგადად სხვებზე როგორ საუბრობს ზურგს უკან. დაწუნებული ვარ ახლა დგანან მაგისი გამომწერები, საწყლები და ცალკე იმას შეხარია, ვაიმე რა კარგია, რომ სახლში აკეთებს დიასახლისი საჭმელს და თან პარალელურად ინფლუენსერი და ვიდეოებს ტვირთავს, თან ოჯახს უვლის, თან მცენარეებს უვლის ეზოში და შეუძლია რომ საკუთარ ეზოში დაჯდეს და ჩაი და ყავა დალიოს, თან დგანან და თავს იტეხავენ ნეტა საიდან აქვს ამდენი ფული, საიდან შეიძლება კონდეს, მართლა არ ვიცი ესეთ რაღაცებს ეგეთი ტიპები მალავენ ხოლმე, იმდენად რო გავიგე როგორი ტიპიც არის, როგორ ლანძღავს მეზობლებს, ფული საიდან აქვს, საყვარელი სადაურია და რა გააკეთა და ეს ყველაფერი რო გავიგე, იმდენად გამეცინა, რომ მართლა ტიპიური ის არის ისეთ შემთხვევა, ტიპიური მატყუარა თაღლითი ინფლუენსერის ის არის, რა ქვია, სახეა, რომელიც რაღაცა სხვადასხვა შემოსავლიდან იღებს ფულს და ამ ყველაფერს მალავს, უბრალოდ საერთოდ სხვანაირად წარმოაჩენს სოციალურ ქსელში, მართლა ძალიან სირცხვილია და მე ვიტყდება იმის მაგებრად. მაინც ხო სხვადასხვა ტიპის ინფლუენსერები არსებობენ, საბედნიეროდ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მაგალითად კანის მოვლაზე საუბრობენ თან კარგად, ბარემ ვიტყვი, ვისაც გულისხმობ, მარიამ დარცმელიას გვერდი, ბევრ ადამიანს აქვს გამოწერილი და ძალიან კარგი დამსახურებული ნდობა აბსოლუტურად, იმიტომ რომ არ ერიდება და არჩევს დეტალურად, რომელი მართლა გამოდგება, რომელი ტყუილი საშუალებაა კანის მოსავლელად და ასე შემდეგ. მე არ მყავს გამოწერილი, მაგრამ ერთ-ერთ პოდკასტში მიიწვიეს და მაგას მოვუსმინე. თან ხო შეიძლება რომ ასეთი ის რო გაქვს კონსტრუქციულად რო აკრიტიკებ პროდუქტებს, ხო, კანის მოვლაზე მით უმეტეს როგორი რაღაცაა კანის მოვლა, რომ ინფლუენსერები შეერთებულ შტატებში თუნდაც პირველ რიგში მაგ პროდუქტებს მისწვდებიან ხოლმე და მაგას ან თავის ბრენდს უშვებენ, რომელიც არ ვარგა, ან უბრალოდ რეკლამირებას უწევენ, იმიტომ რომ ფული გადაუხადონ და შეიძლება არც კონდეს გამოყენებული, რაც ასევე ძალიან დიდი სირცხვილია. ესეთი რეპუტაცია რო აქვს ადამიანს, რომელიც პირიქით ყველაფერს თავს კერდა უქნებს და ყველაფრის ფასად ყველა პროდუქტს გამოიყენებს, ოღონდ ფული მისცენ. არამედ ის რომ დეტალურად განხილვას არერიდება და შეიძლება ბევრ პროდუქტს გაუფუჭოს კიდე ასე ვთქვათ ხალხის თვალში იმიჯი, ხო? ასეთი იმიჯი როცა აქვს ადამიანს, შეიძლება საერთოდ არავინ აღარ დაასპონსოროს, არანაირი უბრალოდ შეეშინდეთ ბრენდებს რომ დაასპონსორონ რა, მაგრამ ალბათ ყავს სპონსორები, ვიღაცა გამოსაცილებლად უფასო პროდუქტს გაუგზავნიან ალბათ, მარტო ფულის გადახდა ხო არ არის, ხო არის PR package რო ეძახიან, ხო? შესაფასებლად როცა უგზავნიან რაღაცას, ანუ ბოლოდ საჩუქრად რო უგზავნიან ინფლუენსერს, ხო? ასე შემდეგ სხვადასხვა ტიპის ინფლუენსერები არსებობენ. TikTok-ზეც არის კარგი ხალხი, რომლისგანაც შეიძლება ინფორმაციის მიღება, YouTube-ზე ხო საერთოდ.
და YouTube-ზე მაინც მიწევს რაღაცა კლასისტი თუ არ ვიცი რა ქვია მაგ სიტყვას, მაგრამ ეს ვიყო მიკერძოებული, იმიტომ რომ იძლევა მაგის საშუალებას ეგ პლატფორმა რა, მაგას თავისი ცენზურის პრობლემები აქვს მაგათ და მართლა ძალიან აი ხანდახან დავზაფრულ ვარ, ისეთი რაღაცები გამიგია ამ ბოლო დროს ისეთ აი ხელოვნური ინტელექტით რო ახდენენ კონტენტის გადარჩევას და შეიძლება ისე დაგიბლოკონ არხი არაფრის გამო რომ გვეღარც გაასაჩიურო რა და ეგ ძალიან ნერვებს მომშრალია მართლა ეგ ცენზურა და მონაცემებში ჩაძრომა, პირადი მონაცემების არასწორად შეგროვება და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ კონტენტის თვალსაზრისით ვამბობ რა, Facebook-ზეც არის სასარგებლო. Facebook-ზე მე მხოლოდ ისეთი გვერდები მაქვს დატოვებული, რომელიც ან ეკოლოგიას ეხება, ან სამოქალაქო მოძრაობებს, ან ასე ვთქვათ, რაღაც ჩემთვის საჭირო ჯგუფებს, რომ მაქსიმალურად აი ესეთი კონკრეტული ისინი მქონდეს რა. ყველა სოციალურ ქსელში არსებობს სასარგებლო ხალხი, არსებობენ ინდივიდუალური არტისტები, რომლებიც რაღაცას ქმნიან, ილუსტრატორები, რა ვიცი, დიზაინერები, ნუტრიციოლოგები, ექიმები ხო საერთოდ აი ექიმების გვერდები ყველამ უნდა გამოიწეროს რა. განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ცდილობენ რომ რაღაცნაირად ხალხის პოპულარულ ენაზე მიიტანონ ხალხამდე რაღაცა მესიჯი. მე რომელიც სხვებისნაირად ვიყენებ სოციალურ ქსელებს, არ მაქვს უფლება რომ ვიღაცას უთხრა საერთოდ აღარ შეხვიდე ტელეფონი გადაგდრე, საერთოდ წაშალე სოციალურ ქსელები, ეგ არჩევანის მიხედვით უნდა მოხდეს. ეს არ ნიშნავს, რომ განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც აი ლაიფსტაილს რასაც ეძახიან, ანუ თავის ცხოვრებაში ახედებენ მაყურებელს და გამომწერებს რა. და მაინც და მაინც რომელიმე ნიშანს არ მიაკუთვნებიან, მაგალითად რეცეპტები, ფიტნეს ინსტრუქტორი, ექიმი, ან რავი, რაღაცა მოცეკვავე მომღერალი ასე შემდეგ. რაღაცაზე რა ვიცი, მანქანების გარდა ყველაფერი, რა ვიცი, რაც კიდე ის იყოს, ან მოგზაური. აი განსაკუთრებით ცხოვრების სტილი ვისაც აქვს, ყველანაირი ადამიანზე არ შეიძლება არავისზე 100%-ით მინდობა და აი არ გიცნობ, მაგრამ მიყვარხარ და ესეთი აი ფანატიკური დამოკიდებულებები. Lifestyle ინფლუენსერებზე განსაკუთრებით არის დაკვირვება და ესე ვთქვათ, გონივრული ეჭვის შეტანა საჭირო, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ესე ვთქვათ გაჯერებული ბაზარია ეგ და ინფლუენსერს როცა ახსენებ პირველ რიგში ეგეთი კონტენტი გახსენდება, რომელიც აი რას ჭამ მთელი დღის განმავლობაში, რას ვიცვამ, სად დავდივარ, ჩემ ოჯახში რა ხდება, ჩემს საპირფარეშოში შეგახედებთ, აი ეგეთი კონტენტი გახსენდება პირველ რიგში რა. და თუ მაგალითად ვიღაცას რაღაცა ნიშა არ აქვს არჩეული და არც ცნობილი არ ყოფილა მანამდე, აირჩევს ისევე ეგეთ lifestyle კონტენტს. და კიდე რაც უნდა იყოს რა, ბავშვები არავინ არ უნდა აფრიალოს, იმიტომ რომ ბავშვი ინფლუენსერები უბრალოდ არ უნდა არსებობდნენ. სუტყვილად უხარიათ ხოლმე მშობლებს, რომ აი ჩემი შვილი ისეთ ცნობილია, რომ იმღერა 20 მილიონი ნახვა აქვს Facebook-ზე და არ შეიძლება ნუ გაგიხარდებათ ეგ. საერთოდ არ არის მაგარი ამდენი ადამიანი რო უყურებს ბავშვს ჯერ ერთი, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვები რადგან ძალიან საყვარლები არიან და სულ ფოტოებს უღებთ, არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მოუნდებათ ფოტოს გადაღება, ვიდეოს გადაღება და თუ მით უმეტეს ვიღაცას ეს კონტენტად და ფულად აქვს ქცეული აქ საქმე, რა თქმა უნდა, იქ ისეთ შემთხვევებიც იქნება, როცა ბავშვს რაღაცის გაკეთებას აძალებენ რა. იმისთვის რომ ოჯახი არ შენოს თუ რაღაცა. ეგეთი შემთხვევები ისევ შეერთებულ შტატებში მაგალითს მოვიყვან, იმიტომ რომ მან რასაც ქვია, აი ცეცხლოვან ზენიტში ეგეთი ინდუსტრია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმარისი რაოდენობის ხალხი აკრიტიკებს მაგ ყველაფერს, მაინც არ გაჩერებულან და მაინც აი ძალიან ღიზიანდებიან ინფლუენსერი ცნობილი ბავშვების მშობლები, რომ შენ ვინ გეკითხება ვიღაცა უცხოს, ჩემი შვილი რაღაცა born to be viral, რაღაცა გააკეთეს დოკუმენტური ფილმი, ჯობდა რომ საერთოდ ხმა არ მოიღოთ, რომ ვითომ ჩემი შვილი იმისთვის დაიბადა, რომ დიახაც რომ ესე ვირუსულად გავრცელდეს მისი სახეო, ვითომ ესეთი აზრი ჩადეს მაგაში, რომ ანუ ეგ რას ნიშნავს, სხვა ბავშვები არ ემსახურებენ და მათი ბავშვები იმსახურებენ ცნობილობას თუ რა მესიჯია ეგ მართლა ვერ გავიგე. ეგეთი მშობლების ხოდაშორის მოკლედ ისიც უნდა ვახსენო, რომ არც იმაზე არ დარდობენ ხოლმე თუ მაგალითად უფროსი ასაკის კაცები და შესაძლო პედოფილები უყურებენ მათ შვილებს, აი მას შემდეგ რაც ვიღაცას უთქვამს კიდეც მაგაზე, მე რა მოხდა უთქვამთ, აი საკმარის ემოციას ვერ ვწვდებ ახლა, იმიტომ რომ რაღაცნაირად გამშრალი ვარ, მაგრამ ხო ცხადია, რომ აი აღმაშფოთებელზე მეტი, აღმაშფოთებელი სიტყვა არც ეყოფა მაგას ისეთი რაღაცაა ეგ, რომ აი მშობელს ესე იგი იმდენად არიან დახარბებულები ფულზე და ცნობების კონტენტის ვირუსულობაზე, რომ რა ქვია, ბავშვმა ფული შემოუწანოს ოჯახში თავის ცნობილობით, რომ ეგეც კი აღარ აინტერესებს თუ პედოფილები ადევნებენ თვალს მათ შვილებს, აი რაც არის
აი უკიდეგანო მარაზმი მეგონი ლაპარაკიც აღარ უნდა მაგას ხო და მაგას ვამბობ რომ გასაგები ის შემთხვევებიც ხშირად არის მე თვითონ მქონდა ეგეთი არხები გამოწერილი არასრულწლოვანი როცა თავისით აი თინეიჯერი 14-დან 17 წლამდე ბავშვი როცა თვითონ ყოველგვარი დაძალების გარეშე იმიტომ რომ თვითონ უნდა YouTube არხი იწყებს რა ქვია ან მაგალითად Bookstagram-ი აქვს ხოლმე წიგნებისზე და ფილმებზე ბლოგი ეგეთი გვერდებიც არის მაგ დროს ბავშვს ხო ვიღაცა არ აძალებს დაწყებას ხო ეგეთ შემთხვევებიც არის მაგრამ როცა თავისინებით ხდება ანუ როცა ბავშვი თავისინებით უნდა იუთუბერობა და არა ის რომ ოჯახის წევრი იმაშოვა თავში უკაკუნებს რომ მიდი ახლა ისა დედიკო ვიდეო უნდა გადავიღოთ ეგეთ შემთხვევებში ბავშვი ინფორმირებული უნდა იყოს აუცილებლად რომ ვიღაცა რომ რაღაცას მისწევს როგორ გადაამუშავოს ის ცუდი კომენტარი თუმცა არც ერთი ბავშვი არ იმსახურებს რომ ცუდ კომენტარებს უწერდნენ მაგრამ სამწუხაროდ ვიღაცა ავადმყოფებს ვერ დააკავებ მაგით რა როგორ არ უნდა უპასუხოს არავის ვინც ცდილობს ფულის გამოძალვას აქ შემხვდი იქ შემხვდი რაღაცა შენი ბარათის მონაცემები მომწერე იცოდე მშობლებს არ უთხარ რომ წერთ თორე მოგკლავ და ყველას მოგიკლავ გარშემო აი ესეთ შემოტევებს ინტერნეტში როგორ უნდა ახდენდეს ნავიგაციას მაგაზე ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილებული იმასაც უნდა იყოს გაფრთხილებული რომ არ თქვას რომელ სკოლაში სწავლობს არა და პირიქით მომისმენია რომ ბავშვები მაგას ამბობენ ზუსტად თავის მისამართსაც აჩვენებენ ხოლმე როცა ვიდეოს იღებენ ისიც იცის ხალხმა სად ცხოვრობენ და რომელ ქუჩაზე რაც არის კატასტროფა და ისიც იციან ხოლმე სკოლა ვახსენე უკვე და ისიც იციან თქვა რომელ ადგილებში დადიან ყველაზე ხშირად და ასე შემდეგ აი რო ხედავს ბავშვი ვიღაცა ინფლუენსერზე რომ რუტინას აი დღეს ამას ვჭამ საუზმეზე ამას ვჭამ და აქ და აქ ცხოვრობ ამას რო დაინახავს პირდაპირ გაიმეორებს არანაირი პრობლემა არ ექნება მით უმეტეს ეს პასპორტის და პირადობის ფოტოები და აფრიალება მოგზაურობის დროს ეგ ხო ცალკე მარაზმი ამიტომ ამაზე მეგონი მაგაზე უფროსებსაც ცალკე ტრენინგი სჭირდებათ რა ეხლა სადღაც ვიღაცაზე პირად შეიძლება ხვდებოდეს რომ ეგ არ შეიძლება და ასე შემდეგ მაგრამ ყველას სჭირდება მით უმეტეს ბავშვებს წინასწარ გაფრთხილება როგორ უნდა მოიქცნენ ინტერნეტში რა ინფორმაცია არ უნდა გააზიარონ რა უნდა გააზიარონ და რაღაცნაირად მშობელი აი კი არ უნდა დააჯდეს კისერზე მაგრამ რაღაცნაირად ესე პატივისცემით და თანასწორუფლებიანად რაღაცნაირად უნდა ახდენდეს მაგის მონიტორინგს ბავშვი რას ტვირთავს რას ლაპარაკობს სრული თავისუფლების მიცემა, როცა არასრულწლოვანია ვიღაცა, არ შეიძლება. ისევ მისივე უსაფრთხოებისთვის რა. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მაგას ძალიან ბევრი ბოროტად გამოიყენებს და მაგის მეშინია და მაგაზე მეფიქრება ხოლმე ზუსტად. ხო და იმედი მაქვს, რომ რაღაცაზე, ესე თქვა, დავძარი რაღაცაზე საუბარი, იმიტომ რომ ერთი-ორი შემთხვევის გარდა არც კი მომისმენია რომ ვინმეს ეგ გაეკრიტიკებინოს რომ ბავშვებს ნუ აჩვენებთ კამერაში პირიქით ისეთი კომენტარებია ხოლმე ახლა ბოლოსაც უყურე ერთ-ერთი იუთუბერის ვიდეოს რომელსაც ოჯახზე არ აქვს თავისი არხი აწყობილი საერთოდ სხვა თემაზე აქვს აწყობილი მაგრამ ოჯახი როგორც კი გამოჩნდა წამოვიდა ეს გულები კომენტარები ვაიმე ბავშვი რა საყვარელია და კიდე გვაჩვენეთ თქვენი ოჯახი ესეთ რამეს რო დაინახავ მაყურებლისგან ცხადია ხედავ რომ მეტი ჩართულობა აქვს იმ კონტენტს და ადგები და კიდე გააკეთებ მაგას რა და წახალისებაა რა და ეს წახალისება აღარ უნდა იყოს არ უნდა იყოს და უნდა შემცირდეს აუცილებლად ყველა უნდა გაუფრთხილდეს ბავშვების სახესაც პირად ინფორმაციასაც და ამდენმა 100,000-ობით ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ბავშვი იმ ბავშვის სახელი და აი ეს დაცული ვარ და არაუშავს მაინც ჩემი ნათესავები და მეგობრები ხედავენ მარტო მაგ ფოტოებს ეგ გამართლება არ არის არანაირად იმიტომ რომ სოციალური ქსელი სახლი არ არის, აი ეს მინდა რომ ბოლო ფრაზად დავტოვო. ანუ Facebook, Instagram, Snapchat, რა ვიცი მე, TikTok, YouTube სახლი და ოჯახი არ არის და არ შეიძლება ისე მოქცევა როგორც ოჯახში. აი ამით დავტოვებ დღეს ასე თუ ისე მოკლედ თუ გძლად ყველა შევეცადე რომ შევხებოდი ბევრ დეტალს და როგორც ვთქვი ამაზე მინდა რომ ვიდეოებშიც ვისაუბრო და ანუ მარტო ერთ ვიდეოში კი არ ვიტყვი ყველაფერს სხვა ესე თქვა გავფანტავ სხვაგანაც და ძალიან მესასაცილოება და მაღიზიანებს ეგ ყველაფერი ამიტომ რა თქმა უნდა პაროდიებიც მიეწვდება და სატირა მაგას ამ დროისათვის გამშვიდობებით და მადლობა მოსმენისთვის დროებით